დღეს მოვამზადე ბევრისთვის საყვარელი ბელგიური ორცხობილები. ბისკოფის შესახებ ალბათ ბევრს გსმენიათ. ეს არის არომატული ხრაშუნა ორცხობილები, გაჟღენთილი კარამელის და სანელებლების არომატებით. თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ამ ორცხობილებს უფრო დიდი ისტორია აქვს. ბისკოფი არის კომერციული სახელწოდება, რომელიც ბელგიურმა ბრენდმა შექმნა და მასიურ წარმოებაში ჩაუშვა. ტრადიციულად ყავასთან მიირთმევენ მათ, სახელიც აქედან მოდის ბისკოფი, ბისკვიტი და ყავა. თუმცა ფესვები ბევრად ღრმად აქვს. ბელგიაში ჯერ კიდევ დაახლოებით მე-17 საუკუნეში აცხობდნენ მათ. სპეკულუმ ასე ეძახდნენ ამ ორცხობილებს, რაც ლათინურად სარკეს ნიშნავს. ორცხობილებზე სარკისებურად გადადიოდა ნახატი, რადგან მათ აბრტყელებდნენ ხის ფორმებში, რომელზეც ამოტვიფრული იყო სხვადასხვა ორნამენტები და წმინდანების გამოსახულება. ისტორიულად მათ ყველაზე ხშირად წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აცხობდნენ. მოკლედ, ამ ორცხობილებმა დაიპყრო მსოფლიო და ძალიან ბევრს შეაყვარა თავი. შემდეგ შეიქმნა ბისკოფის პასტა. მისი პოპულარობა უტოლდება ნუტელას და სხვა ცნობილ ტკბილეულს. მომზადება კი ძალიან მარტივია. დღეს გაგიზიარებ ორცხობილების რეცეპტს. დავიწყოთ. კარაქი და ყავისფერი შაქარი გავთქვიფე. მნიშვნელოვანია, რომ შაქარი იყოს მუქი ყავისფერი, მელასის მაღალი შემცველობით. შაქრის ამ სახეობას კიდევ სველ შაქარს უწოდებენ. ორცხობილების არომატი მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია შაქარზე, რაც უფრო მუქი ფერის არის, უკეთესია. თუმცა მე ამჯერად ვერსად ვიშოვე და საშუალოდ მუქ შაქარს გამოვიყენებ. შაქარი და კარაქი რომ გაითქვიფა, დავამატე კვერცხი. კიდევ ვთქვიფე 1-2 წუთი და შევურიე ცალკე მომზადებული მშრალი ინგრედიენტების ნარევი: ფქვილი, ვანილი, მარილი, გამაფხვიერებელი და სანელებლები. აი, ასეთი ცომი უნდა გამოვიდეს. არომატი უკვე ამ ეტაპზეც კი თავბრუდამხვევია. მზად ცომი შევინახე მაცივარში მინიმუმ 2 საათით, ეს მნიშვნელოვანია. შემდეგ გავაბრტყელე. ორცხობილები უნდა იყოს თხელი და ხრაშუნა, ამიტომ მჭირდება, რომ ცომი იყოს დაახლოებით 3-4 მმ სისქის. ამოვჭერი სასურველი ფორმები, შესაფერისი საკონდიტრო შტამპი არ მაქვს, მაგრამ მაქვს ძველი სამარილეები, რომლებსაც აქვს გრავირებული ძირი და შეძლებს დაგვარად გავალამაზე ორცხობილები. გამოცხობამდე შევდღი მაცივარში 10 წუთით. ამ ნაბიჯის გამოტოვება შესაძლებელია, თუმცა ასე უკეთ ინარჩუნებს ფორმას გამოცხობისას და უფრო მკაფიოდ რჩება გამოხატული ზედაპირზე ორნამენტები. შევდგი ღუმელში 170 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვაზე, ჩემთან 15 წუთი დასჭირდა. არომატული ხრაშუნა ორცხობილები მზად არის. მათი შენახვა უსაფრთხოდ შესაძლებელია 2-3 კვირა და თანაც ამ ორცხობილებს როგორც წესი მომზადებისთანავე არ მიირთმევენ, რადგან ერთ-ორ დღეში უფრო არომატული და ხრაშუნა ხდება. მოკლედ, როგორც უმეტესობა ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის სანელებლებიან ორცხობილებს და ნამცხრებს, ბისკოფსაც დამწიფება უხდება. დროსთან ერთად უფრო გემრიელი ხდება. მთელი გულით გირჩევ მოვამზადოთ. მადლობა რომ იყურე ბოლომდე. თუ მოგეწონა არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა.